ეუბნებიან რომ გინდა ცოცხალი დარჩე, კი ბატონო, დარჩი ცოცხალი, ჩვენ არ მოკლავთ. ოღონდ გადაიარე და ხატებზე ფეხი დააბიჯე. ეგ ნიშნავს იმას, რომ ესე იგი შენ ქრისტეზე უარი უნდა თქვა. უნდა უღალატო. ნახეთ ეს ტყუილად კი არ დავწერი. ჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი. გესმით? აი ამათ ყველამ აირჩიეს ქრისტესთვის სიკვდილი. ვიდრე უღირსი სიცოცხლე. და ფეხი არავინ არ დააბიჯა. იმიტომ რომ მათ იცოდნენ რომ თუ მოწამეებმა ნახე რა იცოდნენ, არსებობს მარადიული სიცოცხლე. და მათ იცოდნენ რომ ქრისტეს გარეშე სიცოცხლე, ანუ ქრისტეს მოღალატი სიცოცხლე, ეგ იგივე სიკვდილია. იმიტომ რომ ადამიანი სულიერად კვდება, როდესაც ქრისტეს ღალატობს, მაგრამ ქრისტესთან ერთად ქრისტეს გამო სიკვდილი ეს მარადიული სიცოცხლეა, მათ ეს იცოდნენ. ამიტომაც არ დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ ეხლა ვაიმე რა მოგვივა, ასე იქნება, ისე იქნება. ყველამ თავი შეწირა ქრისტეს სიყვარულისთვის და 100,000 მოწამე. ეს არის მართლაც საქართველოს გაბწყინება. 100,000 მოწამე, 100,000 მფარველი და არა მარტო ისინი.